ატმოსფერული ჰაერი არის დაბინძურებული და მოკლედ მოგიყვებით ახლა რამ გამოიწვია ასეთი დაბინძურება ჰაერის. ზოგადად ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის ავტომობილი, ქარხნები და ასევე მშენებლობები, როდესაც არასწორად ხდება, ვთქვათ, სამშენებლო მასალების ან გადატანა, ან დასაწყობება და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ პერიოდულად ამ ყველაფერს ემატება კიდე ეგრეთ წოდებული ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქართველოს შემთხვევაში მაგალითად სამხრეთის უდაბნოში არის ქარიშხალი, აი ამ ქარიშხლის დროს ქარიშხალი მოკლედ ფანტავს ამ უდაბნოს მტვერს, რომელიც მერე ვრცელდება ჰაერში და ათობით და ასობით კილომეტრის დაშორებით შეიძლება გაიფრქვეს და უდაბნოში იყო ქარიშხალი, ეს მტვრის ნაწილაკები, ანუ ქვიშა, უდაბნოს ქვიშა გაფანტა და წამოიღო, რა თქმა უნდა, საქართველოშიც და ასევე სხვა იქვე ახლო მდებარე სხვადასხვა ქვეყანაში. ხო და წელიწადში რამდენიმეჯერ ხდება ასეთი შემთხვევა. უბრალოდ ეხლა არის ცოტა, ანუ ხანგრძლივი ესე გამოდგა, იმიტომ რომ ზოგჯერ 2-3 დღე და მერე უკვე იწმინდება ჰაერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი დაბინძურება იყო, ანუ დიდი რაოდენობით შემოვიდა ეს მტვრის ნაწილაკები. ხო და რაც შეეხება ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ პრობლემებს იწვევს ეს, რა თქმა უნდა, დაბინძურებული ჰაერი და რეკომენდაცია ასეთ შემთხვევაში არის ის, რომ მოვერიდოთ ღია სივრცეში გადაადგილებას, რაც შეიძლება ცოტა დრო დავყოთ ღია სივრცეში. სამწუხაროდ მეც ვერაფერს ვერ ვიზამთ, იმიტომ რომ გარემო პირობების შედეგად უნდა მოხდეს ამ მტვრის გაფანტვა, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში არც წვიმა არ ყოფილა, მშრალი დღეები გვაქვს, შესაბამისად ნალექმა ვერ ჩამორეცხა ეს მტვერი, არც ისეთი ქარი არ ყოფილა, რომ გაეფანტა. ამიტომ თან დიდი რაოდენობით იყო შემოსული და დარჩა ეს მტვრის ნაწილაკები. ხო, გარკვეულ დაავადებებს იწვევს, ამიტომ უნდა მოვერიდოთ, ვთქვათ, აი ესე დროს დიდი ხანი ქუჩაში ყოფნას. მხოლოდ განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ასე დროს ქუჩაში გადაადგილებას ის ადამიანები, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ალერგია აქვთ, მაგალითად, არა იმე სხვა ქრონიკული დაავადება, როგორც გულსიზრდე, ისე სასუნთქი გზები.